ბოდიშით უკაცრავად მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო. ხუთშაბათი დღეა, 6:30 და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და მე მის დამხმოვანი გიორგი ლომია ვარ. ჩვენ როგორც ყოველთვის დიალოგის რეჟიმში ვართ თქვენთან. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და გამოთქვათ ნებისმიერი აზრი, რომელიც შეიძლება არ იყოს პირდაპირ კითხვასთან, პირდაპირ თემასთან დაკავშირებული, რომელზეც მე ვისაუბრებ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მაგრამ მე დავიწყებ გადაცემას იმ აქტუალური თემით, რომელიც აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის. ეს ისევ ირანის და ისრაელის ურთიერთობა. დონალდ ტრამპმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გააკეთა განცხადება, რომ მათ გაანადგურეს ისრაელთან ერთად, ბუნებრივია, მაგრამ ეს იყო ამერიკული თვითმფრინავები ბეორის ტიპის, მათ გაანადგურეს პორტში ის ცენტრაფუგის ადგილმდებარეობა, სადაც ამდიდრებდნენ ურანს 235-ს, სადაც ხდებოდა მისი გამდიდრება. გაანადგურეს და ესე იგი ირანის ატომური პროგრამა, ბირთვული პროგრამა შეჩერებულია რამოდენიმე ათეული წლით და ეს არის დიდი გამარჯვება. სავარაუდოდ განადგურებულია, შეიძლება თლად ინფორმაცია სწორი არ იყოს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, სანამ სპეციალური კომისია არ შეაფასებს მდგომარეობას და იმ კომისიის წევრებს ირანის ტერიტორიაზე არავინ არ შეუშვებს ახლა, ამიტომ სანამ მოხდება შეფასება, მანამდე რთულია რამის თქმა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მართლაც მოხდა განადგურება იმ ობიექტების, ვინაიდან იყო გამოყენებული ძალიან ძლიერი იარაღი, როგორც თვითონ ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, ისეთი იარაღი გვაქვს გამოყენებული 20 წელიწადი არც ერთ ქვეყანას არ ექნება. მე არ ვიცი ახლა რა იარაღია ეს, იმიტომ რომ რუსეთიც ამბობს, რომ მას აქვს იარაღი, რომელიც დაახლოებით 20 წელიწადი არც ერთ ქვეყანას არ ექნება. ეს შეიძლება იყოს PR სვლები და მივიღოთ ეს როგორც PR კამპანიის ნაწილი და მივაქცევთ ამას ყურადღებას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განადგურება მოხდა. და მე თუ კითხავთ, ეს არის ერთადერთი ომი ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ მე მახსოვს ისრაელ არაბული ომი იმ პერიოდში, როდესაც 6 დღიან ომს რო ეძახიან ეგვიპტეს და ისრაელს შორის ომი რო მოხდა, მაშინაც დღემდე ეგვიპტელები ზეიმობენ იმ ომში გამარჯვებას. მაგრამ, ვით გვახსოვს ჩვენ, რომ ეს გამარჯვება არ იყო. არც ერთი მხარის ფაქტურად გამარჯვებად არ შეითვლება, უფრო მეტად ისრაელის გამარჯვება იყო. და დღესაც ყველა ზეიმობს გამარჯვებას. მე შემიძლია ვთქვა ასეთი რამ, რომ ნამდვილად მივესალმები ისეთ კონფლიქტს, რომელიც მთავრდება ყველასთვის გამარჯვებით. და არც ერთი მხარე არ ცდილობს, რომ რამენაირად შური იძიოს და ისევ თავიდან დაიწყოს კონფლიქტი. თუ ეს მართლაც ასეა. ამ კონფლიქტზე შემიძლია ვთქვა, როგორც ყველა მხარე ამბობს, ამერიკაც, ისრაელიც, ირანიც, რომ ყველანი არიან გამარჯვებულები. ღმერთმა გაგიმარჯვოთ. კონფლიქტში ყველა მხარე თუ არის გამარჯვებული, ამას რა ჯობია. ზარია ეთერში შემოუშვით და მე გავაგზავნებთ. ისაუბრეთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. იცით რა არის? ძალიან ვწუხარ მე იმაზე, რომ ხალხი იღუპება იქა და არც ირანია გამარჯვებული და არც ისრაელი და არც ამერიკა. იმიტომ რომ ამას გამარჯვება არ აქვს, ამდენი ხალხი რო ამოწყვიტეს, აქეთ თუ იქით. მე არ ვეთანხმები მაგას, რომ ეგენი გამარჯვებულები არიან. მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ვართ დამარცხებულები ქართველები, იმიტომ რომ დამარცხებულები, რომ
მთელი ეს მუსულმანური სამყარო კი ბატონო მე ვარ 85 წლის 85 წლის და 75 წლის ზემოთ ხალხს გვიჭერია ჩვენ რაოდენობა და აი ჩვენი თაობის ხალხი რო წავა ნუ და 5 წელიწადზე 7 წელიწადზე მე ცხოვრები ცოცხლებთ არა რო ვიცოცხლოთ ამდენი ვიღარ ჩება ქართველი მე ერთი მაგას მოვითხოვ რომ აუცილებლი უნდა დემოგრაფიას მიეხედოს პირველ რიგში ჩვენ წაგებული იმითი ვართ რომ საქართველო აქამდე სისხლით იყო დაცული და ეხლა საქართველო ფულით გააფრიალეს იმიტომ რომ იმდენი მუსულმანი შემოდის და იმდენი დათმობა და იმდენი მოფერება და იმდენი რაღაც აქვს რომ ქართველები ძალიან ცოტანი დარჩით რომ გაივლი ქუჩაში თეთრკანიანი აღარ არის და არ ფიქრობს ჩვენი მთავრობა იმას რომ აუცილებლი ჯერ დემოგრაფიას მიხედოს მისე სამწლიანი მანამ ბავშვი წავა დეკრეტი რომ ხელფასი შენარჩუნებით ქონდეს და მისცენ დახმარება რომ პამპერსი და საკვები ქონდეს ბავშვებს ვერავინ ის ფასი ღირს საჭმელი ბავშვის 40-45-50 ვარი 5 დღე არ ყოფნის ბავშვს იმიტომ არის რომ ვერ აჩენენ ძალიან ბევრს უნდა გაჩენა მაგრამ არ აჩენენ და ვერ გააჩენენ და აუცილებლი მთავრობამ ეს უნდა აიღოს და არა ჯერ სხვა რაღაც და ნარკოტიკის მოსპობა დიდი მადლობა ამას დაისახმეს აკეთებენ მაგრამ აი ამ საქმეს თუ არ მიხედავენ რომ სასწრაფოდ მიეხედოს მაგას აღარა ვართ ქართველები გაიგონ ამ ხალხმა ქართველები აღარა ვართ და თუ თხოვდებიან ჩვენი გოგოები სხვა ეროვნებებზე გაყვნენ იქ გაყვნენ თან და ნუ აფუჭებენ ერთ ბენედიკას ნუ გუწუწებენ ეს ემოციური გამოსვლისთვის დიდი მადლობა ზარისთვის ქალბატონო მე როგორც გითხარით ყველას აქვს უფლება დარეკოს და ემოციურობა უფრო მეტად ფასობს რომ იცოდეთ იმიტომ რომ ესე გულთან ახლოსაა მიტანილი თვითონ თემა რა თემაზეც საუბრობთ მაგრამ მე როდესაც ვამბობდი რომ ძალიან კარგია თუ კი სამივე მხარე თulis რომ გამარჯვებულია მე ბუნებრივი არ ვგულისხმობდი იმას რომ ომში სადაც ხალხი იღუპება არ შეიძლება იყოს რეალურად გამარჯვებული არის მხოლოდ პოლიტიკური გამარჯვება ბუნებრივია თორე იმ ოჯახისთვის რომელმაც დაკარგა შვილი მამა ძმა რა ვიცი ოჯახის წევრი მისთვის ომი სულრო 900 ჯერ იყოს გამოცხადებული გამარჯვებულად მისთვის ის გამარჯვება არასოდეს არ იქნება ნუ ყოველ შემთხვევაში გულთან ახლოს მიტანილი ამიტომ მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ გამარჯვებაზე რის შემდეგაც არ უნდა მოხდეს ახალი კონფლიქტი და ეხლავე უკვე არ უნდა იწყებოდეს რაღაც ესკალაცია ახალი კონფლიქტის იმიტომ რომ ხალხი თუ არის გამარჯვებული, ესე იგი მოწოდებას აღარ გააკეთებს იმისა, რომ მოდი ჩვენ შური ვიძიოთ, აი ამ თავდასხმისთვის და ასე შემდეგ. ის რომ თვითონ ირანი აცხადებს უпроსორად არ უარყოფს იმას, რომ ცენტრიფუგები და სხვა ობიექტები განადგურებულია, ეს მთლად იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად არის განადგურებული. ეგ შეიძლება იყოს ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ხრიკი მათი მხრიდან, რომ მეორედ არ მოხდეს დაბომბვა იმ ობიექტების. თუმცა ეგ უბრალოდ ვარაუდია, შეიძლება მართლაც არის განადგურებული. ზარი ეთერში გავაგრძელებ მე საუბარს. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხარ. ისმის ჩემი ხმა ბატონო გიორგი. დიახ, ისმის თქვენი ხმა ისაუბრეთ. საღამომშვიდობის ბატონო გიორგი. საღამომშვიდობის. ნუ მივესალმები თქვენ გულს ძალიან კარგ თემაზე ლაპარაკობ, მაგრამ იმ პირველ რიგში უნდა მივხედოთ ქართველებმა ჩვენ თავს. ირანი და ამერიკა და ისრაელი თავიანთ თავს მიხედავენ. მაგათ იმდენი სამხედრო პოტენციალი აქვს, რომ რამდენი ჯგირ ერთმანეთს ებრძოლონ, მაინც არ ვიცი ახლა რომელი გაიმარჯვებს, ამერიკა და ისრაელი გაიმარჯვებდნენ, თავიდანვე გასაგები იყო. ამერიკამ ეს აი საქმე გააკეთა, რომ ესე და ისრაელმა რომ აი ატომური რაღაცები მოუსწრეს ირანს. მაგრამ ჩვენ შინაურ საქმეებში, საქართველოს საქმეებში უნდა ჩავიხედოთ, უნდა მივხედოთ ამდენ გაჭირვებულ ხალხს, სოციალური მდგომარეობა ძალიან ცუდია. უნდა დავასაქმოთ ახალგაზრდობა, რომ დავასაქმოთ, უნდა აღვადგინოთ სოფლები, ისტორიული დარგები, რომლებიც ჩვენი
მესაქონლეობა, მეცხვარეობა უნდა აღვადგინოთ, დავასაქმოთ იქ ხალხი კაი ხელფასი გადაუხადოთ. აი მაგაზე უნდა ვიზრუნოთ. საქართველოს ბალანს და ჭინჭარს მიარ. დროხას და კამერს და იმას ხვალ უნდა ბენზინის ჩასხმა სალიარკა. აქ უნდა დასაქმება, უნდა დავასაქმოთ ხალხი, ამდელი მთები გვაქვს, მინდვრები გვაქვს და დაუსაქმებელია ყველაფერი, გაუბედურებულია ყველაფერი. უნდა აღვადგინოთ ეგ ისტორიული დარგები, მესაქონლეობა და დავასაქმოთ ხალხი მან. აი სოციალური მდგომა დასაქმდება ხალხი, გინდა თრიალეთი აიღე, გინდა აიღე საქართველოს ნებისმიერი კუთხე, აბალახებულია, გაუბედურებულია ყველაფერი. ხო და მესაქონლეობას რომ მივხედე ეგ არის მთავარი. რომ აღვადგინოთ ეგ ისტორიული დარგები, დავასაქმოთ მათ ახალგაზრდები და გადავუხადოთ ხელფასს. რაღაცის ცოტა წინ წავიწევთ. გეთანხმებით, ბატონო ჩემო, გეთანხმებით. უბრალოდ ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება, არ გახვიდეთ ეთერიდან. ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება, ის პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს საქართველოს ცხოვრებაზე. საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზეც. ამიტომ ჩვენ ვეხებით იმ თემებს, იმდენად, რამდენადაც შეიძლება თვითონ თემა ეხებოდეს ჩვენს ქვეყანას, თორე იმიტომ კი არა მხოლოდ და მხოლოდ რომ რაღაც საინტერესო აბა ვინ მოერევა. გასაგებია რომ ომები როგორც მიმდინარეობდა აქამდე ესე გაგრძელდება მომავალშიც სხვადასხვა ქვეყნებს შორის ეს ისეთი ამბავია რომლის შეჩერებაც და გაქრობა შეუძლებელია სანამ ქვეყნები იარსებებენ მაგრამ ეხება ჩვენს ქვეყანას ეხლა თქვენ ბრძანეთ რომ კარგი იქნება ჩვენ შიდა პრობლემებზე რომ ვისაუბროთ გეთანხმებით და ჩვენ ვსაუბრობთ კიდევაც ყოველთვის ჩვენს შიდა პრობლემებზე იმ აქტუალურ თემებს ვწევთ წინა პლანზე როგორიც არის დემოგრაფიული ფონდი როგორიც არის დაუსაქმებლობა როგორიც არის უმუშევრობა და ასე შემდეგ ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ მაგრამ დააკვირდით ახლა რატომ ვიწყებთ ახლო აღმოსავლეთით იმიტომ რომ თუ ის საფრთხე რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია პირდაპირ ეთერში ის საფრთხე რომელიც გვემუქრება პრინციპში აღსრულდება და აქ შემოვა 10,000-ობით უცხოელი მაშინ ის პროგრამა რომელზეც თქვენ საუბრობთ უკვე აქტუალური აღარ იქნება და რატო ჩვენ სხვა საფრთხეს შევებრძოლებით ჩვენ დავიწყებთ სხვადასხვა გზების ძიებას თუ როგორ შევაკავოთ როგორ შევაჩეროთ და გავდევნოთ საქართველოსდან ის უცხოელები რომლებიც უკვე თქვათ აქ ქმნიან დისბალანსს ჩვენს ქვეყნის შიგნით ამიტომ ვამბობ რომ ჩვენთვის ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის ძირითადი ძირფესვეული პრობლემები და მათზე საუბარი როგორიც არის უმუშევრობა, დაუსაქმებლობა და ასე შემდეგ გენოფონდიც მაგრამ დღეს სხვა საფრთხის წინაშე დავდექით მე არ ვამბობ რომ ეს პრობლემები უნდა გადავწიოთ მე უბრალოდ ვამბობთ რომ დღევანდელ საფრთხეზე ვისაუბროთ და ის პრობლემები არ დავივიწყოთ ამ საფრთხეს რომ მოვიშორებთ და მოვაგვარებთ აუცილებლად გავაგრძელოთ იმ პრობლემებზე არა მხოლოდ საუბარი არამედ მოქმედება თორე წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდებით ძალიან უფრო რთულ მდგომარეობაში შემოვა უცხოელი თუ განხორციელდა პროგრამა სოფლებში მიწების დარიგება და ასე შემდეგ ხო იცით უცხოელებს ჩვენი ხელისუფლება როგორ აძლევს მოქალაქეობას ეგრევე ბეჭდავს ამ მოქალაქეობებს და ესე აძლევს ან ბინადრობის უფლებას და ასე შემდეგ მე მათ აქვთ საშუალება წამოიწყონ ბიზნესი. თუ პროგრამა ამოქმედდა, რომელზეც თქვენ საუბრობთ და უნდა ამოქმედდეს, მაგრამ უნდა ამოქმედდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან და გარბიან ამ ქვეყნიდან. მაგრამ თუ შემოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა უცხოელების, მაშინ ეს პროგრამა გამოდის, რომ ამოქმედდება მათთვის და უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება ქვეყანა. ეს ისეთი საკითხებია, რაზედაც პრინციპში ღიად არ საუბრობენ ტელევიზიით, ეს არის ანალიტიკური თემა, რომელიც უნდა კარგად გააანალიზოს სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც უნდა ყავდეს ბუნებრივია ხელისუფლებას და სავარაუდოდ ყავს. რითი არის დაკავებული, არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ რაღაც სხვა სტრატეგიულ ანალიზს აკეთებს, ჩემთვის გაუგებარს, მაგრამ ალბათ რაღაცას აკეთებს. ჩვენ მე და თქვენ მაყურებელს გულისხმობთ. ჩვენ გვაქვს საშუალება ამ არხით ეს თემები წამოვწიოთ წინ და რამენაირად გავაგონოთ
და მივაწვინოთ ხმა ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყანა იმ საფრთხეებისაგან, რა საფრთხეთ სავარაუდოდ ელოდება ამ ქვეყანას. ან გვითხრას როგორ ავართ დაცულები. უბრალოდ აგვიხსნას რა მექანიზმი არსებობს დაცვისა. მაგრამ არ გამოდის არავინ და არაფერს არ ამბობს. თქვენ იმიტომ ხართ შეწუხებულები ამ ყველაფრით, რომ ხელისუფლება არც ერთ განცხადებას არ აკეთებს. გამოდი და თქვი, რომ ხალხო დაწყნარდით, არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ, არსებობს ესეთი რაღაც პროგრამები, სისტემები, რომელიც იცავს საქართველოს და დაიცავს მომავალში. და გაგვაცანით რა, როგორ იცავთ. დავწყნარდებით, წყნარად ვიქნებით, მშვიდად ვიქნებით. მეთანხმებით? მაყურებელი ხაზია? ბატონო, ხო ხაზზე ხართ თქვენ? ბატონო. გეთანხმებით ბატონო, გეთანხმებით. კი, ამიტომ მე ვიზიარებ თქვენს ნათქვამს, ვიზიარებ, რაც თქვენ თქვით, ეს ყველა ეს საკითხი ქვეყნისთვის არის ძალიან ბატონო, არანაირ დაცულები ჩვენ მართლა არა ვართ. არავის არის ქოლგის ქვეშ, ჩვენ ვართ უპატრონოები, არავინ რაღაცა რომ დაიწყოს ღმერთმარაგას ამ თავრობას არაფერი არც რეზერვი აქვს ხალხი გამოყვებოს იმაზე რომ ყველაფერში არის უშუშური. დიახ. არაფერი ამას არ გააჩინა, არც სოფლის მეურნეობა, არაფერი, მარტო აშენებს 50 სართულიან ბინებს, თითქმის სახლდებიან, ეგ გავიგო ჩვენ. შავი ხალხი, ქართველი ყიდულობს იმას. ბათუმში და ჩვენი პრემიერ-მინისტრი აკეთებს და დადის ხან საუძნალებაშია, ხან უნგრეთში რამდენჯერდა ჩავიდეს? რამდენჯერ? კი ბატონო. აქ თელი გუნდი დადიან, ფული იხარჯება, ეს ხო გადის ხალხის ფული. და პენსიონერს არაფერს არ აგულევენ. რა გააკეთა? ან საგარეო საქმეთა მინისტრი რაღაცა მემორანდუმი გავაფორმეს, სოფლის მეურნეობა აღორძინდება. 12 წელიწადი ასე მაიმუნობაში გაატარეს. სადამდის ბატონო გიორგი, სადამდის ვითმინო ჩვენ უბრალო ხალხმა. სადამდის სოფლს არაფერი ეთყობა, გაუბედურებული ყველაფერი. ამათი გაკეთებული არაფერი არ არის, არაფერი ხარისხიანი არ არის. არავით არის კონტროლი. ხო, გამოვიდნენ გუნაგიდან თუ ვიდა ბიძინა ივანიშვილი 4 წელიწადში ერთხელ გამოვარდება და ხელებს შლის, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. ბოლოს ხალხი მაგას მივადგებით და მაგას მოთხოვთ პასუხს. ძალიან მაგრად. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენი მააპაპა ეგრეთ ცხოვრობდა. თუ მეორე დიახ. რამდენი დავაპატიო, რამდენი ველოდოთ, რამდენი თორემ დაიყარა, დაბერდა, გაუბედურდა, გაიქცა ხალხი აქედან. დიდი მადლობა ბატონო ზარისთვის, სხვებსაც მივცეთ საშუალება რომ დაგვირეკონ. დიდი მადლობა, მე ვიზიარებ თქვენს ნათქვამს თავიდან ბოლომდე და როდესაც საუბარი მიდის პროგრამაზე, ანუ საფრთხეების შემაკავებელ პროგრამაზე ან სისტემებზე, ჩვენ რასაკვირველია ერთ-ერთ მათგანში ვგულისხმობთ რეზერვს, ანუ საკვებ რეზერვს, იმიტომ რომ კარგად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში, როდესაც ხალხი გაგიჟდა და მიაწყდა მაღაზიებს და ყველაფერს ყიდულობდა, ყველაფერს რაც კი უჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა, ყველაფერს ყიდულობდა, იმიტომ რომ იმის შიშმა აიტანა, რომ ხვალზეკ ეს ყველაფერი დამთავრდება და აღარ იქნება. ეხლა ისმის კითხვა, რატომ უნდა ფიქრობდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის კმაყოფაზე, ანუ ქვეყანა უნდა იყოს, როდესაც ამბობს, რომ არის სუვერენული ქვეყანა, სუვერენიტეტი რა არის? მარტო ის კი არ არის დამოუკიდებლობა სხვა ქვეყნებისაგან. ანუ სუვერენიტეტი იმასაც ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია საკუთარი ქვეყანა სულრო იზოლაციაში მოიქცე, შენ შეგიძლია მარტო შენი ქვეყანა ისე, რომ ხალხი არ ამოხოცო მშიერი. და ამ შემთხვევაში ყველაფერი კეთდებოდა ბოლო რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ამ აკაურმა ბიზნესმა ვერ გამოყვებოს აკაური მოსახლეობა და ჩვენ ვიჯდეთ
უცხოეთიდან შემოსულ პროდუქტზე, ანუ იმპორტზე ვიყოთ სულ. და მივიღეთ რა? მივიღეთ შემდეგი, რომ რამე რო იყოს და ხვალ რომ მართლა იზოლაციაში მოგვაქციოს მსოფლიომ, ჩვენ, არ ვიცი, ბალახის ჭამას დავიწყებთ. და მადლობა ვის? მადლობა ხელისუფლებას. გუშინდელს, დღევანდელს, არ ვიცი, ყველა ხელისუფლებას, რომელიც არ ზრუნავდა იმაზე, რომ ქვეყანა მართლა დამოუკიდებელი ყოფილიყო. და მარტო რაღაც ისეთი რამ შემოგვეტანა და ყოფილიყო იმპორტი, რომელსაც საქართველოს ვერ აწარმოებს. მაგრამ ხორცი შემოდის, მეც გეტყვით, კონსერვი შემოდის, კომბოსტოს კონსერვი შემოდის უცხოეთიდან. ხალხო რა, ჩვენ არ შეგვიძლია, ანუ ქართველებს არ შეუძლიათ, რომ ვაწარმოოთ ადგილზე ის საჭირო პროდუქტი, რომელსაც ყიდულობს ხალხი. მაინც და მაინც თუ ზოგიერთი ახლა იტყვის, რომ ჩვენ რადგან ხელი გვაქვს მოწერილი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებთან, არა მეგობრებო, ხელი კი გვაქვს მოწერილი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ 100%-ით, ან თუნდაც 80%-ით უნდა შემოგქონდეს უცხოეთიდან პროდუქტი. ეს ამას არ ნიშნავს. ჩვენ შეიძლება 10% შემოვიტანოთ და 90 ვაწარმოოთ. არავინ მოგატყუოთ. ზარი ეთერში შემოვშვით. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მოგესალმებით. დიდი მოგეშიც მოგით. იქნება აი ასეთი კითხვა რომ დასვათ, მრავალფეროვანი გადახედეთ. თქვენ დასვით, ბატონო ჩემო, თქვენ დასვით და დანარჩენი მაყურებელი ხო გაიგებს? მე კითხავსავ, ბატონო გიორგი, კითხავსავ, რომ შემოდიან და რომ ამბობენ, აი ეს არ გვაქვს, ის არ გვაქვს, ასე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს. ვის მიმართავს ეს ხალხი და ვისგან ითხოვს? ჯერ რიგში უნდა ისეთი ხელისუფალი მოიყვანოს სათავეში, რომ დაუსვა ეს კითხვა. მე მგონი ის კითხვები რაც ისმება და რაც ობიექტივ ამ ბოლო თვეების განმავლობაში ობიექტივ ისმება აღარ დაისმება თუ ხელისუფლებაში მოვა პატრიოტთა ალიანსი თავისი ყველა საუკეთესო გაერთიანებელი ეს მინდა გაიგოს ამ ხალხმა მე არა ვარ იმ კატეგორიის ადამიანი რომ აი მაინცსა და მაინცის თუ გადახედე გადაამეთვალე წარსულს გადახედე რა გითხრა რა გაგიგეთა რა იდეები ქონდა და ყველაფერი რომ ოპარ ამ ხელისუფლება მე პირადად ვარ დამყოფი დავით გარეჯაძე მე ამათმა არჩევნებებში დავით გარეჯა წამოაკეთეს მე ის რამდენი უნდა ველაპარაკოთ ეგრე ხალხო გავიგოთ ეგრე იქნებით უარეს დღეში ერთობა საჭირო ერთობა განერთიადეთ ნომერი ვის ირგვლივ არ მოწიდება მე საუბარი სხვადასხვა აქვია რაღაცი ხან იმას გამოვიყენებ იმას ჩავთვალ ლებეტრაქტაში უკასი არ იყოს ადრე ჩავთვალ ყველა გეუბნებათ რომ მეგიშველი თუ შეხედე რეალურად ვის შეუძლია ვისა თავის ძალა ვისა თავის შესაძლებლობა გონება აზრი აი ყველაფერი სიკეთე არის ამ ჩემი გადასახედიდან და რიგი ვერ გაიგეთ ქვეყანა ხალხო რიგი ვერ გაიგეთ როდენდა უნდა ვიყოთ ასე როდესაც ცხოვრებს კატა გაუღვია გუდანში და ახალწუნებდა ორი წელი გავიდა 10 წელი გავიდა და როდემდე გაიგონეთ არავის არ გაიგეთებს საქმეს თქვენ ვარ გააგეთეთ თქვენი ოჯახისთვის საქმე ოჯახში რომ ესეთი რაღაცა დაგემართოთ სიტყვაზე რაც ხდება ოჯახი რომ ოჯახი რომ უჭერდი ხელისუფლები რა სახელმწიფოს დიდი მადლობა კარგო ადამიანო დიდი მადლობა ზარისთვის და თუ ვინმე შუა საუბარში შემოგვიერთდა და ვერ გაიგო რაზე საუბრობდა ბატონი მე გეტყვით რომ ბატონი ამბობდა შემდეგ რამეს რომ როდესაც რეკავთ და უკმაყოფილებას გამოხატავთ რეკავთ ზოგიერთი ის ადამიანი ვინც ოცნებას ხმა მიაცით
რატომ გამოხატავთ უკმაყოფილებას, თუ კი ხმას აძლევთ ოცნებას. თანაც ეს ხომ პირველი ტყვილი არ არის ამ წლებისგან 12-13 წლის განმავლობაში, ან რითი მოდიოდა ოცნება თუ გავიხსენებთ იმ ლოზუნგებს, ხო? ანუ აგრარული სექტორი მთლიანად აგრარული უნდა დაეყენებინა ფეხზე. ანუ 1 მილიარდი გამოყო, როგორც ამბობდა ბიძინა ივანიშვილმა, გამოუყო აგრარულ სექტორს. სად არის ეს 1 მილიარდი, სად დაიხარჯა, რატო ვერ აღორძინდა ჩვენი აგრარული სექტორი, აი ამაზე საუბრობს ბატონი და ამბობს, როდესაც ერთხელ მოგატყუებენ, ორჯერ მოგატყუებენ, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ბუნებრივია. თქვენ მე ისევ ხმას რო აძლევთ იმ კონკრეტულ პარტიას, რომელიც გატყუებს და გადის 2-3 დღე, ან 1 თვე, თქვენ მე რეკავთ ეთერში და ისევ უკმაყოფილებას გამოხატავთ. მორიგ უკმაყოფილებას გამოხატავთ. ანუ ამაზე მიდიოდა საუბარი. თუმცა პროპაგანდა მაინც ძლიერია ქვეყანაში და პროპაგანდას აყოლილი ბევრი ადამიანი მინახავს. სამწუხაროდ რა თქმა უნდა, ზარია ეთერში. ისაუბრეთ. ბატონო გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, საწყალ ხალხს ყოველმეურნეებს, გლეხებს, რომ დანაზოგი შექონდათ ხოლმე სალაროებში და მერე ის დანაზოგი რომ ჩხარტიშვილსა და შევარდნაძემ ჩხარტიშვილსა და იმათ მიაკუთვნა და იმდენია ფულიო რომ საქართველოს ბიუჯეტის დაჭირდება მაგამ ბავშვ. ჩხარტიშვილის ნაჭარი ფული რატომ უნდა გადაიხადოს საქართველოს ბიუჯეტმა? რატო არ შეიძლება ის დანაზოგი, რომელიც ნამდვილად დანაზოგი იყო და არა მერე ბოლოს რომ სახლები გაყიდეს და ისე შეიტანეს კაპიკი დედაჩემმა მეხუთმა ქალმა შვილიშვილებზე 1500 მანეთი შეიტანა და ჩხარტიშვილმა დაიტოვა ის ფული. საწყალ ის კობა დავითაშვილს იძახდა ხოლმე, მაგრამ სესხებზე და ის მოკლა მიშამ და არ უნდა ეხელოს ხალხ, რამე სამართლიანი არ უნდა გაკეთდეს არასდროს. ძალიან ბოდიში დრო შეგაწუხეთ. რაც მეწვით ამ საკითხზე. დიდი მადლობა ზარისთვის. რა უნდა გითხრათ, ბატონო ჩემო? ალბათ იმას გეტყვით, რასაც ყოველთვის ვამბობთ. არსებობს ხელისუფლება, რომელიც მართავს ქვეყანას. ხელისუფლება, რომელიც არ ინტერესდება მსგავსი პრობლემებით. ხელისუფლება, რომელიც არამხოლოდ არ ინტერესდება, არამედ პირიქით მისი ინტერესია, რომ სხვა ვინმე არ დაინტერესდეს ამ პრობლემებით. სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, ბუნებრივია ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ გარდა თუნდაც აი ამ საუბრისა, რომელსაც ჩვენ მე და თქვენ შეგვიძლია ვთქვათ რითაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გული გავუხსნევოთ, რომ დადგება დრო, როდესაც ეს ყველაფერი შეიცვლება. გარდა ამისა, რეალურად რამე ნაბიჯი გადაიდგას იმისთვის, რომ ის თანხები დაბრუნდეს, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ჭამდნენ იმ თანხებს. მე არ ვიცი ახლა კონკრეტულად ის პიროვნება იქნება ეს და საერთოდ აქვს ის დანაშაული ჩადენილი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ სხვა ბევრ პიროვნებას ვიცნობ, ვისაც შეჭმული აქვთ ხალხის ფული და დღეს არიან, ასე ვთქვათ, ელიტაში არიან დღეს და ხელშეუხლებლები არიან. სანამ არ შეიცვლება თვითონ წყობა, მართლობის წყობა, თვითონ ხელისუფლება, სანამ არ შეიცვლება, მანამდე ამ სამართლიანობას ვერ აღუდგენთ, პირდაპირ გეუბნებით. ზარია ეთერში შემოუშვით. გამარჯობა, ბატონო. მოგესალმებით. ეხლა ძალიან მომენტონა, ეხლა კითხები რომ მოგწეს. ეხლა ამ ბოლოს შეკითხვა მომცა. მე ვუშავდი ბანკში. ისე დროს ვუშავდი და კონტროლერი ვიყავი. ჩვენი ანაბარი რო შეჭამეს. ეს შეიჭამა შევარდნაძის დროს. ჩვენი პროცესი მე გაზეთი წავიკითხე. მიყიდა გერმანიას და მილიარდელები დახტეს შევარდნაძე და სხვები.
ვისაფრთხილებს მაგცეს და ბატონო გიორგი იმასა აი რომ იყიან შემოხდათ გულშენ გლეხებს დანაზოგი პროცესის გარდებოდნენ ძალიან კაი დრო იყო ეხლა არის კაი ბანკები როგორ რაღაც ჩახედეს ხა შოდოები არა ვარ რატო უნდა გახუჭებოდა თომერ ხახსა და ის ზახურობდა სახელმწიფოს ზახურებოდი თუ შეიძლება დაუწიოთ ტელევიზორს რომ დაუწიოთ ჩემი თხოვნა იქნება დაუწიოთ ტელევიზორს დიახ თქვენ ხო ტელეფონით მესაუბრებით კი ეთერში ისმის თქვენი ხმა ერთი კიდე რა უნდა გითხრათ ბატონო გიორგი ისო რასია სოფლის მეურნეობა მართლაც განადგურებულია სოფელი ისეთი მთავრობები მოგვიდა რომ გაანადგურეს კოლონობის მაგიდა სასახელი დაერქია სოფელს შემუშავა ეხლა მთელი ნახევარი სოფლები ფინიში არიან ჩამოსულები ზარიშუმილი ხალხი იყო ბატონო გიორგი ხალხი მე ბავშვობიდან სულშრომობდი მე ვისწავლეთ ფინიში და ისე რას ქვია რა თქმა ჩვენ თურქული პამიდორი არის რომ შედიოდით მინდოს დედაჩემს რო ეხმარებოდი პამიდრის სუნიდიოდა პანელის სუნიდიო ყველაფერს სუნიდიოდა გენრიელი რა თქმა უნდა მახსოვს მეც მახსოვს კიდე მესამე რა აი ხა მე უყურებ ეხლა ჯვარი მწერია ნარკომანიას და იმას მაგრამ ისა ამდენი ნარკომანებს თუ ფიქრში აგდებენ ბატონო გიორგი აი საძრიმად აი აუხსენონ სავანწყობო და შეიყვანო და უკურნალოთ როგორც საზღვარგარეთ არის ამდენი შენობებს თუ აღჩენებენ ამდენი რამეს ის ნარკომანი ხო ის სუსტი არის ნარკოტიკზე დადგა ის ოჯახის წევრები ხედავენ დააწინონ სავანწყობოში კიდე ახალი თაობა ნარკოტიკზე არ დაჯდეს მე გეთანხმებით ქალბატონო გეთანხმებით არა მხოლოდ ნარკომანია არის ამ ქვეყანაში პრობლემა არამედ ამ ქვეყანაში ასევე სათამაშო ბიზნესი ძალიან დიდი პრობლემაა თქვენ გონიათ რომ ნარკომანზე ნაკლებია მოთამაშე და ყველაზე მეტად ზარალდება და ზიანდება ოჯახი იმ ადამიანის თვითონ ის ადამიანი ვერ ხვდება ანუ შეიძლება როდესაც ელაპარაკები შეიძლება ქვეცნობიერად ვერ მიხვდეს და ისე იქცეოდეს როგორც შინაგანად სურს მაგრამ ცნობიერ დონეზე ის გეტყვის რომ კი ცუდია ნარკომანია ცუდია თამაშიც ცუდია მაგრამ ეს ცნობიერება ეკარგება იმ მომენტში როდესაც შინაგანი სურვილი ამოდის ქვემოდან ასე ვთქვათ შიგნიდან და ზოგს წამალს აკეთებინებს და ზოგს კიდე ზოგი კიდე კაზინოში ან რა ვიცი ონლაინ კაზინოს ათამაშებს ან პირდაპირ გახსნილ კაზინოებში შედიან და იქ თამაშობენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე მეტად ზიანდება ოჯახი. ყველაზე ცოდო ამ შემთხვევაში ოჯახია, მე ვიცნობ ასეთ ხალხს, ვისაც შვილი ყავს ნარკომანი და უკვე მრავალი წელია. კურნალობდა მერე გამოდის და კონტროლს ვერ უწევენ და ძველი მისი სამეგობრო ისევ ითრევს ამ ადამიანს და ისევ ჯდება წამალზე ოჯახი ფაქტიურად განადგურებული არა და ძლიერი ოჯახი იყო ფეხზე კარგად იდგა ოჯახი ასევე ძლიერი ოჯახის შვილი ძალიან ახლობელი ადამიანი რომელიც მოთამაშია და ვერ აუხსენით და ვერ შევაგნებინეთ რომ ეს დაგღუპავს და დაღუპულია ფაქტიურად დაღუპულია ძლიერი ოჯახი დააქცია აი ასეთი რამ ხდება კონტროლი ამაზე არ არსებობს ეხლა ოჯახმა რომ მიმართოს თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანზე არ ვსაუბრობ მოთამაშეზე მაქვს საუბარი რომ მიმართოს და თქვას რომ აღარ შეგვიძლია დააქცია ოჯახი რას უპასუხებენ უპასუხებენ შემდეგ რამეს რომ 18 წელს ზემოთ ის არის სრულწლოვანი მასზე კონტროლი და სათამაშო ბიზნესიც არის დაშვებული ოფიციალურია აქედან გამომდინარე ვერაფრით ვერ დაგეხმარებით მაგრამ ისმის კითხვა და ვის უნდა მიმართოს ოჯახმა აი მე უბრალოდ მსჯელობ თქვენთან ერთად მინდა ვიმსჯელო აი ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილი ოჯახი ვის უნდა მიმართოს რა უნდა ქნას მოკლას საკუთარი შვილი ვერ მოკლავს დაელოდოს სანამ ბომჟები გახდებიან და ყველაფერი გაიყიდება ოჯახიდან თუ გააგდოს ოჯახიდან შვილი ვერ აგდებს აი რა უნდა ქნას ხო უნდა იყოს ხელისუფლებამ თვითონ
მთავრობამ ხო უნდა მოიფიქროს რაღაც მექანიზმი, სადაც ადამიანები დაცულები იქნებიან აი იმ ჭაობისგან, რომელშიც ისინი ვარდებიან, თუნდაც თავიანთი ნებით, მაგრამ ეს ხომ ჭაობია. ჩვენ საზოგადოებამ ხომ არ უნდა უყუროთ უბრალოდ როგორ იძირება და იხრჩობა ადამიანი. ჩვენ ხომ ხელი უნდა გაუწოდოთ, ხომ უნდა უშველოთ და ეს კანონის დონეზე უნდა კეთდებოდეს. მე არ ვიცი, მაგალითად, აი მე ახლა რაც მომაფიქრდა მაგალითად თუ ანგარიშზე არ გიდევს, სიტყვაზე ვამბობ, არ გიდევს დეპოზიტი 20,000 ლარის ოდენობის, ოღონდ დეპოზიტი ის ფული კი არა, რომლითაც თამაშობ. არამედ დეპოზიტი თუ არ გიდევს, კაზინოში ვერ შედიხარ. ან რაღაც მე ახლა არ ვიცი, ტექნიკური საკითხებია, შეიძლება ეგეც კი სისულელე იყოს, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რაღაცა მექანიზმი რომ მოვიფიქროთ, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც რეალურად ყოველდღიურად არ შეძდის 10,000 დოლარი და ის ხარჯავს 15-ს და მერე ბინას ყიდის, რა ვიცი, სახკარს, ყველაფერს რო ყიდის. ასეთ ადამიანებს რომ რამენაირად უშველოთ. ხალხო, ხვალ ზეგ შეიძლება კონკრეტულად სათამაშო ბიზნესით არა და ნარკომანიით არა, სხვა რაღაცა სენი, აი ესეთი სენი შეეყრება ოჯახის წევრს და ყველა თუ ჩვენ დღეს ყველას მივატოვებ, მე თქვენს იქნებით მიტოვებულები. აი რაღაცა გამოსავალი უნდა იპოვოს ხელისუფლებამ. კარგია ნარკომანიას ებრძვით ამოიღეთ 300 კილო დაიჭირეთ ვიღაც ბარიგები, ანუ ის ვინც ავრცელებდა წამალს. ძალიან კარგია, მაგრამ მე ვსვავ კითხვას, ამდენი ხანი როგორ ავრცელებდა ის ვიღაც ბარიგა წამალს და მანამდე რატომ არ დააკავეთ? ეს ხო 2 დღის ბარიგა არ იქნება და 10 დღის ბარიგა არ იქნება. თუ წამლის მომხმარებელი, რომელსაც თქვათ მე ვიცნობ, თქვენც იცნობთ, ხო მეზობელია ვიღაცა მეზობლის მეგობარია, რომელიც უბანში მოდის რა. თუ ჩვენ ვიცით, რომ ის ადამიანი არის წამლის მომხმარებელი და თქვენ მით უმეტეს ხელისუფლება უთვალთვალებთ, მიდის ეგრეთ წოდებულ ბარიგასთან იმისგან ყიდულობს წამალს. რას ელოდებით? რატო იმ მომენტში რატო არ შეიძლება აიყვანო ბარიგა? კაი, ისიც გავიგე, რომ მთელი გეგმა გინდათ რომ შეიმუშაოთ და ეს ჯაჭვი ბარიგების მთელი ეს გაერთიანება ერთად აიყვანოთ და მთელი, მაგრამ მაგასობაში სანამ თქვენ ელოდებით გადის თვეები და ზოგიერთ შემთხვევაში წლები. ხშირად არის ხოლმე რომ ბარიგები, რომელსაც თქვენ იჭერთ, ერთი თვის ბარიგა კი არ არის და 2 თვის ბარიგა. წლებია მუშაობს და მაგარი სასახლეები აქვთ აშენებული. მე ახლა არ მინდა მიმართულება ვთქვა და ეროვნება, იმიტომ რომ შუხში არ ჩამეთვალოს, მაგრამ ზოგადად ვამბობ, იცით თქვენ ახლა, მე მგონი ყველამ კარგად გაიგო ვიზე მაქვს საუბარი. აი, ახლოს ჩვენთან თბილისთან ახლოში. იქითკენ რომ მიდიხარ, მიხვდით. სასახლეები აშენებული, ეს ხო ერთ დღეში არ შენდება. და არც 2 დღეში არ შენდება. და ფულიც უცბად რო ეგეთი სასახლე ააშენო, ერთი პარტია რო გაყიდო, არ ამგონია რომ მაგდენი ფული დარჩეს, იმიტომ რომ მართლა 300 კილოს ხო არ ყიდის თითო ბარიგა. ესე იგი წლებია მუშაობს, აგროვებს ფულს, შვილებს უშვებს საზღვარგარეთ, აქ სასახლეებს აშენებს. და მანამდე რატო არ იჭერთ რა, არ იცით ვინ არის და რა არის? აი ეს კითხვები ჩნდება, თორე კარგია, ძალიან კარგია, რომ დაიჭირეთ და 300 კილოიანი რაღაც ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეთ. ძალიან კარგია, მივესალმებით. მაგრამ სხვა კითხვები დარჩა, ბევრი კითხვა რჩება, რომელზეც პასუხი გჭირდება. ზარია ეთერში. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდება. ალო. დიახ, ისაუბრეთ. ალო. ისაუბრეთ ბატონო. გამარჯობათ ბატონო გიორგი. გამარჯობათ, მოგესალმებით. რა კარგია რომ მაგ თემაზე საუბრობთ. როგორ მაინტერესებდა ისეთი გამწარებული დედაგი რეკავთ. დაიღუპა ჩემი ოჯახი, ბატონო გიორგი, ისა აზარტული თამაშებით. ოჯახი დაინგრა და თვითონ არაჩვეულებრივი ადამიანი გაბოროტებული, დაკარგულია საერთოდ ამ ცხოვრებაში აღარც არის. თავისი შრომით ერთ რამეს რო ცუდზე არ წასვენია არასდროს ხელი და დაღუპა ამ თამაშმა.
და ისე გულისხმდებოდა რომ სულ ლაპარაკია უფრო იმაზე ნარკოტიკებზე და ამ თემაზე რატომღაც არ არის და მადლობა რომ ამის შესახებ აი ახლა ჩავხსე ტელევიზორი და დავიგეთ ამას ძალიან მიჭირს ხოლმე თქვენთან გამოსვლა ეგევა ამასაც უმკურნალო ამ ხალხსაც იმდენი ოჯახია გაბოროტებული არანაკლები ვიდრე იმაზე ნარკომანიას შესახებ დაღუპულები და ეგება რაღაცა უშველოდ გადასარევი ადამიანი იყო თითქმის საჩვენებელი და აი მე დედამალთა რაუყვი ჩემპესიას ვიყო მაგას ხური მივასწორ ხალხი ამაასწორს მათო ისროი იქნივიდეს და ისახლა უკვე აღარ საქმე ტიპურად შესაძლებლობა იმუშაო დადის გათე სკუადა კარგული ვაფშე იმუნიტი ის არის თვითონ მუტანტია უკვე ის ადამიანი აღარ არის რომელიც იყო პრიფუშელ არ ვიცი ეგება რაღაც ამცებაზე ფიქოსო რაგორმე აი როგორ შეიძლება რომ მოუწრია ისე და როგორი ფიქო ისეთი იყო შეფიშვილი დიახ ხალბატონო მადლობა ზარისთვის თქვენი გულის ტკივილი ჩემთვის გასაგებია იმიტომ რომ მე ვთქვი უკვე რომ ჩემი ოჯახის ძალიან ახლო ადამიანია ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანია რომელიც ასეთ დღეში აღმოჩნდა და ფაქტიურად ძლიერი ოჯახი ну რამის დააქცია ძალიან ბევრი ვალი და უკვე ვეღარ ამოდის ოჯახი ვალიდან ეს ყველასთვის, ანუ ბევრისთვის ნაცნობი თემა. იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ცხოვრობ სახელმწიფოში. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არ შეიძლება ყველაფერი სახელმწიფოს დააბრალო. არა, დააბრალო არა, მაგრამ სახელმწიფოს თხოვო, სახელმწიფოს მიმართო. ეს ყველაფერი არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ ეს ვალდებულებაა სახელმწიფოსი, რომ ასეთი მიმართვა დააკმაყოფილოს, ну ყოველ შემთხვევისთვის განიხილოს მაინც. ეს მისი ვალდებულებაა და ჩვენი უფლებაა მოქალაქეების. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ სახელმწიფოს მივმართოთ, ხელისუფლებას მივმართოთ თხოვნით. და ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მიუმართავს თხოვნით და როდესაც პარლამენტში ვიყავი, ეს თემა იყო წამოწეული. თუ არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე მგონი ლევან გოგიჩაიშვილმა წამოწია ეს თემა და ჩვენც რა თქმა უნდა ყველანი გვერდში დაუდექით მაგ კუთხით, მაგრამ არა უმრავლესობა სამწუხაროდ. და ეს სათამაშო ბიზნესი, როგორც ადრე მუშაობდა, ისე მუშაობს დღესაც, არანაირი შეზღუდვები არ არის დაწესებული. რო კითხო უმრავლესობას გეტყვის, რომ ძალიან კარგი ფული შემოდის ბიუჯეტში. ბიუჯეტში ფული შემოდის რის ხარჯზე ხალხმა? რის ხარჯზე შემოდის? ოჯახების დაქცევის ხარჯზე შემოდის ბიუჯეტში ფული? თქვენ ამას ეძახით, რომ ბიუჯეტში შემოდის. თუ თქვენთვის სულ ერთია. რა ვნიშნავ, მაშინ ნარკოტიკით რატო ებრძვით ნარკომანებს? ნუ ებრძვით. უბრალოდ ბარიგებს უთხარით, რომ თანხა შემოიტანეთ ბიუჯეტში რაღაც დაუწესეთ, სიამოვნებით გააკეთებინეთ. ანუ ეგ ლეგალიზაცია მოახდინეთ. სრული ლეგალიზაცია. სიამოვნებით გადაიხდიან და ბიუჯეტი უფრო მეტად გაიზრდება. მაგრამ ყველაფერს ხო აქვს ზღვარი. რაღაც მორალიც ხო უნდა არსებობდეს. სხვისი ოჯახის დაქცევის ხარჯზე ბიუჯეტს როგორ ავსებ? ზარია ეთერში მოუშვა. დიახ, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, ისევ მეგირეკავს. აი ხლა ქალბატონის რომ მოვისმინე, მე არავით ამაშობ ჩემი, მაგრამ აი წერილი სამომივიდა, როგორ გულები არა აქვს ამ თავრობას. მე მახსოვს ბატონო გიორგი ნათელაშვილი გამოვიდა ერთხელ და თქვა კაზინოები დავკეტოთო. ძალიან ჭკვიანი მე ნათელაშვილის ბევრი რამე მოხდა ხმას მინიცია. თქვენთვის ამიტომ მოკლედ რომ თქვათ ბატონო გიორგი თქვენ შეხვიდეთ პარლამენტში რომ ეს დაჭირება დაგვინა გაუნახევროთ საქართველოს. თორე დაღუპულებია ჭაობში ვართ ხალხი, პენსიონერები, ახალგაზრდები, რა ვიცი, არ ვიცი ბატონო გიორგი რა ეხება თქვენი ჩინი გონები ბატონის ახალმოურალ ნირმა ინარჩის თქვენ ბატონო გიორგი კიდე ბევრი კაცი ჟურნალისტები ხართ, ნამდვილად უნდა შეხვიდეთ პარლამენტში, თორე თქვენ დაღუპულები ვართ. არ ვიცი რა, ესე არ შეიძლება რა. აი მე არ ვიცნობ ეხლა ამ ადამიანს, წერილი სამომივიდა, ყოველთვის უსმენ თქვენ გადაცემას.
დიდი მადლობა ზარისთვის. და ბუნებრივია ეს მხარდაჭერაა, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა ადამიანმა პირდაპირ თქვა, რომ ჩემი არავინ არ თამაშობს, მაგრამ აგერ ცრემლი წამომივიდა ქალბატონი, იმის რომ გულთან ახლოს მიიტანა. ეს არის ადამიანობა. ამაზე ვსაუბრობ სულ და შენ თუ გულთან ახლოს არ მიიტანეს ხვისი გაჭირვება. რატო უნდა მართო, რატო უნდა იყო ქვეყნის მართველი. მარტო იმისათვის, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნო და საკუთარი ინტერესები დაიცვა? არა, ხელისუფლებაში უნდა იყოს ხალხი, რომელიც გულთან ახლოს მიიტანს პრობლემას და გამოასწორებს ამ პრობლემას. მე არ ვამბობ, რომ ყველა გახადეთ მილიარდერი ან მილიონერი. ამაზე არ ვსაუბრობ. მაგრამ ის რომ სათამაშო ბიზნესმა ძალიან ბევრი ოჯახი დაანგრია, ეს ხომ კარგად იცით. და რაღაც მექანიზმი ხო უნდა იყოს მოფიქრებული, რომ მეორე და მომავალ წლებში იგივე არ განმეორდეს და უფრო მეტი ოჯახი არ დაინგრეს. ზარია ეთერში მე გავაგრძელებთ. ზარია ეთერში ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. დიახ, მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო, ჩვენი ხელისუფლება აკრძალავს ტოტალიზატორებსა და კაზინოებს? არა, მე არ ვფიქრობ, პირიქით აქეთ ვამბობ, რომ როზდომებოდათ აკრძალვა, უკვე დიდი ხანი აკრძალული იქნებოდა. იმდენი ოჯახი განადგურდა. იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხები შედის მაგათთან და რატო აგზალავენ? ოჯახის განადგურება ამათვის არაფერს არ წარმოადგენს. ეს ახალგაზრდობას რომ საერთოდ აღარ არსებობს ნორმალური, ესიც არაფერს არ წარმოადგენს მაგათთვის. ამიტომ არის საჭირო ხალხის ერთად დგომა, რომ ამათ ესინი გამოფხიზლდნენ ცოტა და რაღაც არ ვიცი, მე რომ ძალიან ერები მაქვს მოსული, იმიტომ ჩემს ახლოს არის ბევრი ისეთი პიროვნება, რომელიც განადგურებულები არიან საერთოდ. მე არ ვიცი, ისეთი უკმაყოფილებაც არ გამოთქვათო, თუ არა უნდა დაგაჯარიმოთო, ციხეში უნდა გაგისათო. ამათ იცით რა არის, მაპატიეთ ბატონო გიორგი ასე ემოციური სიტყვებისათვის. Facebook-ზე, სოციალურ ქსელში ვინ რას ეწევს, იმას ნუ კი გამოეჭიდებიან, ამ ხალხს მიხედონ, ამ ხალხს. და დახურონ კაზინოები და ტოტალიზატორები. მადლობთ ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ზარისთვის. იცით რა არის? შეიძლება დახურო კაზინო და ტოტალიზატორები და ასე შემდეგ. შეიძლება. თუმცა თუ კი ამას მოაქვს კარგი შემოსავალი ბიუჯეტისთვის, კარგი შემოსავალი შეიძლება დავტოვოთ და უცხოელები ჩამოვლენ, ან მდიდარი ხალხი, ვინც რეალურად მდიდარია, კი ბატონო, იმან წააგოს ფული. მე მასზე საერთოდ არ ვფიქრობ. მაგრამ კონტროლზეა საუბარი. ანუ ადამიანი, რომელსაც უკვე ოჯახიდან გამოაქვს ნივთები ყიდის, რომ კაზინოში წავიდეს, აი რაღაცა კონტროლია მოსაფიქრებელი, მექანიზმია მოსაფიქრებელი. ეხლა ერთი უკიდურესობიდან მეორეში ნუ გადავარდებით, ყველაფერი კი არ უნდა მოსპო, მაგრამ ამ კონტროლის მექანიზმია შესაძლებელი. თბილისიდან გავიტანოთ და დავაწესოთ მაგალითად ბევრ ასეთ ოჯახს, რო იცოდეთ ასეთ ადამიანს ბევრს. უკვე აღსრულებაზე აქვთ გადაცემული საქმეები, აღსრულება და საახსრულებლო ბიურო უკვე იწყებს რაღაც ნივთების ამოღებას. ანუ იყოს კანონით მაგალითად და ეს ბაზაში იყოს. თუნდაც გაერთიანებულ ბაზაში კაზინოების, რომ თუ აღსრულებაზე აქვს საქმე, ის უკვე შავსიაშია კაზინოში, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზება და ბევრი სხვა შეიძლება რომ მოიფიქრო, რომ გინდოდეს მოიფიქრებ. არ არის ამაში რთული არაფერი, მაგრამ როცა არ გინდა, ესე იგი არც არაფერს არ გააკეთებ. ზარია ეთერში შემოუშვით. გამარჯობა. მოგესალმებით. იცით რა, მე მგონია, რომ აი რელიგია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში და ფსიქოლოგი უნდა იყოს ჩართული ამ და ძალიან მეთოდებიან მართლა ეს აი კაზინოში და თუნდაც ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეს ისეთი რაღაცა არის, რომ ფსიქოლოგები და მამა უფრო ჩაერევა, უფრო კარგად შვიდად და
ჯანმრთელად გადაწყვეტა მოაგვარეს ამ ყველაფერს ვიდრე რა ვიცი თავები უმტრიო ვიღაცა და ეს მე მგონი მე საერთოდ რელიგიას რო ღმერთი რო ჭამდეს ადამიანებს და ის სიტყვას რა ვიცი აბსოლუტურად მე მგონი არ იქნებოდა ეს პრობლემა და საერთოდ ბევრი პრობლემა არ იქნებოდა ჩვენ ქრისტიანები ვარ და სულ დაავწოთ რომ რელიგია უნდა ისწავლო აი დედაჩემი მაგალითად 4 ჯერ იწვა საავადმყოფოში და აი 10 ლარი და 20 ლარი მენატრებოდა რომ რაღაცა წამეღო ხილი წამეღო და რაღაც აი იფიქრონ იმ ადამიანს ამ ფულს ფლანგავენ რომ 20 ლარი შეუძლია ადამიანი გადაარჩინონ აი უბრალოდ მართლა გადაარჩინონ და ხო შეიძლება რომ აი მასშტაბებელი იყო და ჩემი ასეში ასწავლიდა გეოგრაფია იყო ერთადერთი გეოგრაფი და აი 20 ლარს აძლევდა ტაქსში ორმა ოპერაციები დადიოდა და არ 100 ლარი ხელფასი ქონდა მე მგონი მაგრამ მთელი ცხოვრება ასწავლიდა და სულ ძალიან ბევრს უყვარდა მამაო ჩვენოს მაგ დაანგვიყვარს ბავშვები ამბობდნენ და ეხლა საერთოდ ისე არის რომ რა ვიცი გადარჩენაზეა ეხლა გეთანხმები მე არ მუშაობ არაფერი და რა ვიცი ეს სახლის პრობლემა გვაქვს ჩვენ დაკარგეთ დიდი მადლობა ზარისთვის უბრალოდ დიდ ბოდიშს გიხდით ჩვენი დრო ამოიწურა მაცნობებს რომ უკვე ამოგვეწურა დრო სამწუხაროდ მე გეთანხმებით რაც უფრო მეტად რელიგიური იქნება ადამიანი მართლმადიდებელი ადამიანი ის მას უფრო მეტად შეუძლია გადააფასოს ყველა ის ღირებულება და ფასეულობა რომელიც მისთვის და მისი ოჯახისთვის არის ძალიან ძვირფასი. ნუ სამწუხაროდ დღეს ის რეალობა რა რეალობაში ცხოვრობთ და იმედი გვაქვს რომ ცოტა ხანში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დიდი ბოდიშით ძვირფასო მაყურებლებო ვისაც არ მიეცა საშუალება რომ ვისაც არ მოგეცათ საშუალება რომ პირდაპირ ეთერში შემოსულიყავით გელოდებით ორშაბათს 8:30-დან 10:30-მდე 2 საათის განმავლობაში გექნებათ საშუალება დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში გაგვესაუბროთ დიალოგი გავუმართოთ და წამოვწიოთ ნებისმიერი თემა. ეხლა კი ჩვენი დრო ამოიწურა, გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.